საღამშვიდობისაც ვიფასო მეგობრებო. ძალიან ვიკავებდი ამ 2-3 დღის განმავლობაში თავს. არ მინდოდა საერთოდ კიდევ ერთხელ გამოვსულიყავი ამ თემაზე ბიზნესთა და მიზეზთა გამო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მინდა რაღაც საზოგადოებაში შემექმნას ისეთი იმიჯი, რომ თითქოს ვარ რაღაცა მოკირკიტე კაცი და რაღაცა ვიღაცას ყოველთვის რაღაც შარზე ვარ და რომ იტყვიან ერთ სიტყვით ვიკავებდი თავს, მაგრამ ესენი უკვე ისეთ რაღაცებს აკეთებენ, არ შეიძლება ჩემი აზრით პატიოსანმა ადამიანმა ამას ყველაფერს თვალი დაუხუჭოს. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი არაბიზაციის თემა მაქვს მომხდელობაში, ეს თემა, რომელიც ის საფრთხე უბრალოდ, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს და ამის შესახებ მინდა გითხრათ, ვეცდები რომ ძალიან ლაკონურად და მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი სათქმელი და მე მინდა პირველ ყოვლისა მივმართო მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ რომ საქართველოს მართავს ბიძინა ივანიშვილი და ახლა მე დიდი პატივისცემით ჩვენი ახალგაზრდა პრემიერი სადმი, ნიჭიერი განათლებული კაცია უდავოდ, რასაც მე ვაფასებ, მაგრამ ახლა ვინც არის პირველი პირი და რეალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი და მე მინდა მივმართო ბატონ ბიძინას. ყოველგვარი პათეტიკის და ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, რომ საქართველოს ისტორიაში მას ნამდვილად ეკუთვნის გამორჩეული ადგილი თავისი ქველმოქმედებიდან გამომდინარე, იმ მასშტაბებიდან გამომდინარე და იმ სიკეთიდან გამომდინარე, რომელიც მას გაკეთებული აქვს. მარტო ის რადგის, რომ 600 ეკლესია აქვს აღდგენილი, სამება აშენა და ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია მთელი 25 წლის განმავლობაში გამოყვება და დაანაყრა. თორე ესენი რომ აკმოვლებული იყვნენ მტრისას ქვეყანას გადადგამდნენ და შევარნაძესაც შეჭამდნენ ალბათ. ამაში მას რა თქმა უნდა მადლობა ეკუთვნის იმ სიკეთეებისთვის, მაგრამ არსებობს ბატონო ბიძინა ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ისტორიიდან ეს თქვენი გაკეთებული სიკეთე ერთი ხელის მოსმით ამოიძირკოს და განადგურდეს და მოკლედ დამფასებელი და შემფესებელი არ ყავდეს ამას. მე მხედველობაში მაქვს ის საფრთხე, რასაც ქვია ემარ ჯგუფთან და იგლიხილსთან გაფორმებული ხელშეკრულება და მოსალოდნელი არაბიზაციის თემა, რომ საქართველოში შენდება 2 არაბული მეგაკალაკი. ბატონო ბიძინა, ეხლა საქართველოს ტელევიზიებმა სახელისუფლებო არხები მაქვს ხედველობაში, იმედმა და რუსთავი ორმა დაიწყეს ამ თემის უკაცრაული პასუხია და გაბანძება. გაბანძება რაში მდგომარეობს, იცით? ეხლა ისე გამოყავთ, რომ თითქოს ამ მოსალოდნელ საფრთხეს არაბიზაციას ეწინააღმდეგება მხოლოდ ეს გათახსირებული ნაციონალური მოძრაობა და კიდევ უფრო მეტად გათახსირებული მამუკა ხაზარაძე. და აქედან გამომდინარე იქნება უნდათ ასეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ თითქოს მთელი საქართველო მხარს უჭერს ამას, ამ პროექტს, მაგრამ აგერ არიან კაცო გველები, ნაცები და ხაზარაძე და ესენი არიან მოწინააღმდეგეები. ამას ქვია ზუსტად თემის გაბანძება. და ამ გაბანძების სათავეში დგანან 2 გამოკვეთილად ცნობილი პოლიტიკური პროსტიტუტი. ერთი გახლავთ ქალბატონი მაგდა ანიკაშვილი, ჰასტუხიანი ხვლიკის და ჩემი აზრით ბადრი პატარკაციშვილის კვლელობის თანამონაწილის, ერთ-ერთი თანამონაწილის გიორგი თარგამაძის პარტია ქუდომოს შეფინია აქტივისტკა
და მეორე გახლავთ საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თუ რაღაც უბედურება რო იყო იქა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ბატონო ბიძინა დიდი ბოდიშის მოხდით მაგრამ შეიძლება ითქვას რომ მარგველაშვილის ტოროსიკის რეზინა ეს გიორგი აბაშიშვილი სულნათმა აკაკი წერეთელმა ერთხელ ერთ-ერთ სასულიერო პირს გვარად აბაშიძეს რომელიც საქართველოში წერა-კითხვის განადგურებას ქართული წერა-კითხვა მაქვს საუბარი უჭერდა მხარს და ასევე ლობირებდა იმას რომ საქართველოში რუსულად უნდა ელაპარაკა ყველას აკაკი წერეთელმა აი ესეთ ნაცირალას კაცს უწოდა რძენაწყენი აბაშოღლი რძენაწყენ აბაშიშვილს იგივე იმავე რძენაწყენ აბაშოღლის მივმართავ თქვენ ბატონო აბაშოღლი ისეთივე თავდადებით იცავდით პლანაკეში და თრიაქისგან გამოთრიაქებულ მარგველაშვილს როგორი თავდადებითაც დღეს იცავთ საქართველოში ორი არაბული მეგაქალაქის მშენებლობის იდეას თქვენ არ აგაქვთ არანაირი მორალური უფლება ამ თემებზე ილაპარაკოთ არც თქვენ და არც მაგდა ანიკაშვილს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ თქვენ ხართ პოლიტიკური პროსტიტუტები ერთი პარტია ქდმ-დან და მეორე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მარგველაშვილის ნიფხვების საამქროდან ამიტომ ენა ჩაიგდეთ თქვენ და ქართველი ხალხის მოღორებას და აი ამ ტყუილების ლაპარაკს თავი გაანებით რომ თითქოს მთელი ევროპა არის ბედნიერი რომ იქ შევიდნენ იგლიხილსის და ემარის ჯგუფები თავის დროზე და ჩვენ ქართველები ესე და ესე ეს ზეციური მანანა გადმოგვესხა თავზე გადმოგვეყარა რომ ეს ფაქტი მოხდა თქვენ ევროპაში რა მდგომარეობა ვერ ხედავთ პარიზის, ლონდონის და ბერლინის ქუჩებში და სტოკჰოლმში და იმაში როვერ საღამოს 6 საათის მერე ხალხი ქუჩაში როვერ გადის თქვენ არ იცით ეგა? არ გაგიგიათ ამის შესახებ? და ვინ შექმნა ეს პრობლემა? ვინ ურევს იქ სიტუაციას? ვინ აუპატიურებს მოსახლეობას? ომია შვედეთის ქუჩებში ყოველ საღამოს. და ვინ არიან ეს ხალხი? ეს ძალადობრივი ჯგუფები ვინ არიან? არაბები და პაკისტანელები და ავღანელები. გავრცელებული ინფორმაციით ბატონო ბიძინა აი ამ მეგა ქალაქებში ერთი კვადრატული მეტრი ბინა ეღირება 5,000 ამერიკული დოლარიდან 12,000 ამერიკულ დოლარამდე ფასი. ვინ იყიდის ამ ბინებს? მითხარით ქართველი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ 5,000 დოლარიდან 12,000 კვადრატულ 12,000 დოლარამდე გადაიხადოს ერთ კვადრატულ მეტრ ბინაში. რა თქმა უნდა იყიდიან არაბები. რა თქმა უნდა იყიდიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ბატონო ბიძინა, სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში გზავრების 7-დან 12%-მდე უკვე არის არაბი, პაკისტანელი, ინდუსი, თურქი, ირანელი. უახლოეს 5 წელიწადში. ყველაზე უფრო აი ესეთი დამაიმედებელი გათვლებითაც კი. ეს რიცხვი გაორმაგდება. და 25-30%, ანუ მე-13 იქნებიან. ხოლო 10 წელიწადში ისინი გზავრების და ქუჩაში მოსიარულეთა ნახევარს გადააჭარბებენ.
ბატონმა ალაბარმა ძალიან პატიოსნად, რომელიც 100 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელია და ჩემი ინფორმაციით არის არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი, განაცხადა, რომ აი ამ კონცეფციაში უდებთ თვითონ აი ბიზნესის კონცეფციაში უდებთ, აი MMR-სა და Eagle Hills, რომ აი აშენებული ბინების 60% უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. და ამ კაცმა პირდაპირ თქვა, იქ გასაგებად თქვა ეს რო დაუსვით წინ იქ ქოდომო ანიკაშვილი და ბატონი ფუტკარაძე, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანო გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას იყიდიან. ანუ გაცხადებულია თავიდანვე, რომ აი ეს შენებლობები, რაც დასრულდება, როცა დასრულდება და სადაც დასრულდება და შენობები შესაბამისად გაიყიდება არაბებზე, არაბ მიგრანტებზე, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში და იცხოვრებენ საქართველოში. ახლა აბა ადამიანი ისთვის ყიდულობს ქონებასკაც, უნდა მოიხმაროს და უნდა ისარგებლოს, ხო? უნდა დატკბეს იქაური ბუნებით, იქაური გარემოთი, იქაური ლანდშაფტით და კაცი იმიტომ ყიდულობს, ხო, უძრავ ქონებას რა? აბა ისთვის ყიდულობს. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხი ამაზე ღელავს, ქართველი ხალხი ამაზე ტოკავს და ქართველ ხალხს ამაზე წარღვებში სისხლი აქვს გაყინული. ყველგან კი სადაც შეხვალთ, ყველგან ამაზე მიდის საუბარი და აი ეს ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები და სინამდვილეში პოლიტიკური პროსტიტუტები გამოდიან დღეს და ქართველ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას. თითქოს მხოლოდ ეს თაღლითი, ხანდაზმული თაღლითი, მამუკა ხაზარაძე და მხოლოდ აი ეს სერიული მკვლელი პარამიძე არიან ამის წინააღმდეგი. აი ამას ქვია, ბატონებო, თემის გაბანძება და ნუ აბანძებთ. თავად ბანძები რო ხართ, გასაგებია ის პოლიტიკური პროსტიტუტები, ვინც ჩამოგტვალეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ აი ამ საფრთხეების გაბანძებას და იმ მარტივი და ბინძური PR ტექნოლოგიებით რაღაცა ვექტორების სხვადასხვა მიმართულებით გადატანას და გადმოტანას. უმძიმესი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და ამას გაეცეს კონკრეტული პასუხი. რომ არის თუ არა ეს საფრთხე და რომ ეს ასე არ იქნება და ის არგუმენტები, რომ აი შეხედეთ ხოალინგიო, კარგიაო, ცუდია ხოალინგი. ის იქ საქართველო არ არის. იქ საქართველო დამთავრებულია. არ არის ხოალინგში საქართველო და თუ ვინმეს იქ გონიათ, რომ კარგია, მაშინ კარგად ყოფილა თქვენი საქმე რა. ცუდია ხოალინგი რო აშენდა საქართველოში და იქ ქართულად ლაპარაკი არის მის. და არ ჭირდება საქართველოს ეგეთი სიმსივნეები თავის სხეულზე. ეს არის მეტასტაზები, ახალ-ახალი მეტასტაზები საქართველოს ეროვნულ სხეულზე. ამიტომ მე მინდა მივმართო კიდევ ერთხელ, ახლა მე ბიძინა ივანიშვილთან საუბარს მოვჭი. ამ შემთხვევაში მე ვეუბნები კიდევ ერთხელ მივმართავ ამ პოლიტიკურ პროსტიტუტებს. საქმე ეხება აი ამ აბაშოღლის რწენაწყენს და აი ამ ქოდომო მაგდა ანიკაშვილს. რა განსხვავებაა თქვენსა და გიორგი თარგამაძეს შორის, ისე ძნელად წარმოსადგენია. და ყველაზე უფრო სასაცილო იცით რა არის? აი ხო გვაქვს ნანახი, ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან, იქ ჯოზეფინა და დომნა რო არის. აი ეს ჯოზეფინა ძალიან გავს, გიგა ბოკერიას ცოლს, ეს ჩერგოლეიშვილი რო არის რა. ეს უშვიტინე ქალი. და აი ეს ჯოზეფინა რო გამოდის და მამუკა ხაზარაძეს ლანძღავს და უწოდებს ჰომოფობს თუ ქსენოფობს და ამას რო იმეორებს მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი, რომლის მიმართაც მაქვს გარკვეული სიმპათიები, მაგრამ ისეთ რაღაცებს ამბობენ ეს ადამიანები, მე არ ვიცი რა, ნუ აი იძულებული ვარ გამოვიდე და ჩემი სათქმელი ვთქვა, თორე აი რო იტყვიან როგორც ბურთი, ისე
ყელში მომებჯინა სათქმელი. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ეს არ არის ის საფრთხე, რომელსაც თქვენ ესე გააბანძებთ. ვერ გააბანძებთ თქვენ ამას. ხალხში არის სერიოზული პროტესტი და ეს პროტესტი ერთ მშვენიერ დღეს ამოხეთქავს. მე ხელისუფლების გასაგონად ვამბობ ამას. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არა ვარ თქვენი მოწინააღმდეგე. მე არა ვარ თქვენ ჩასაფრებული კაცი. მე ვარ თქვენი გულშემატკივარი და მე მეშინია იცით რისი. იმდენად დიდია პროტესტი საზოგადოებაში, შეიძლება ამ პროტესტმა სადღაც ამოხეთქოს და მერე როგორც 2003 წელს მოხდა, აი იმ პროტესტის სათავეში კიდევ ის გათახსირებული და ის საქართველოს დამაქცევარი ნაცები არ აღმოჩნდნენ და ნაცები არ მოაჯდნენ იმ პროტესტის ტალღას სათავეში. აი ამის მეშინია მე. თორე გეუბნებით და დამერწმუნეთ. თქვენ გონიათ რომ ეხა ყველაფერი ჩააცხრეთ, ყველაფერი მოაგვარეთ, ყველაფერი მიაფუჩეჩეთ, ყველა წინააღმდეგობა გადალახეთ, ყველა მტერი დაამარცხეთ, მაგრამ მტრებს არ ზინავს. მტრებს არ ზინავს და როგორი ბინძური, არაკაცური და ფარისევლური მეთოდებითაც დღეს ბრიუსელი ებრძვის საქართველოს, აი ზუსტად იმავე ბინძური, ფარისევლური და არაკაცური მეთოდებით ცდილობს აი ეს პოლიტიკური პროსტიტუტები, რომლებიც არიან მოკალათებული იმედის ეთერში და რუსთავიორის ეთერში, რომ გააბანძონ აი ეს არაბული საფრთხე. საფრთხე არის რეალური, საფრთხე არის ძალიან რო იტყვიან ცხოველი და აი ეს საფრთხე საქართველოს, აი საქართველოს ეს დაამთავრებს თუ დაამთავრებს და სხვათა შორის ამ ხელისუფლებასაც დაამთავრებს. ამიტომ მე მინდა რომ თქვენ ეს გააცნობიეროთ, ძვირფასო მეგობრებო, კარგად აწონდაწონოთ ეგ საკითხი და გამოდით და ხალხს უთხარით სიმართლე. არა ისა, რომ რაღაცა რო ზღაპრებს რო ყვებით იქა და ხალხს აბოლებთ ერთმანეთს რო გულს უკეთებთ. და ის თქვენი დაფინანსებული გოგობიჭები რო ჭინკებივით დახტიან მიკროფონებით და 1000 რაღაცეებს რო კადრულობენ. თუ თქვენ გინდათ ქართველი ხალხის გული მოიგოთ და თუ თქვენ გინდათ რომ სამართალმა იზეიმოს, ჯერ ის სერიული მკვლელი ბარამიძე დაიჭირეთ. ჯერ ის სერიული მკვლელი ბარამიძე დაიჭირეთ, ყოველ საღამოს რო პიტკინივით არის ტელევიზორში გამოდებული და მერე დაიჭირეთ კიდე ბოკერია. მე კარგად მახსოვს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ ბოკერიას უთხრა, შენ 30 მილიონი გაქვს შეჭმული და მოპარულიო, როცა უშუალოდ საბჭოს დივანი იყავიო. ხო და აგერ 6 მილიონი დოლარის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი საქვეყნოდ გამოაჭენეს და კაცი ჩარეცხეს. ხო და 30 მილიონი თუ შეჭამა ამ ოჯახაშენებულმა, რას ეფერებით და ვის ეფერებით? დაიწყეთ გამოძიება და შეაგდეთ, სადაც საჭიროა, მაგრამ აქაც ძალიან დიდი შეკითხვებია და აქაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები აზის ამ საქმეებს და რატო და როგორ და რანაირად ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა ეხლა რომ შევიდე ძალიან ღრმად, თორემ მე უკვე მართლა ფაქვაზე აღარ დარჩება და ამიტომ გეუბნებით, მე მოგიწოდებ თქვენი გულშემატკივარი კაცი. მე თქვენი თორემ მე და ჩემნაირები თქვენ დამცველად ვეღარ გამოვდგებით, ვეღარ ვივარგებთ, იმიტომ რომ ხალხში არის ძალიან დიდი შფოთი, ძალიან დიდი ხიფათი, ძალიან დიდი ხიფათის წინაშე დგას ქვეყანა და ძალიან გთხოვთ რომ აი ესეთი ბინძური პოლიტიკური პროსტიტუტებით და ბინძური პიარ ტექნოლოგიებით ვცდილობთ აი ამ თემის გაბანძებას. თქვენ ახლა აბანძებთ ამ თემას, რომ თითქოს მამუკა ხაზარაძე აპროტესტებს და თითქოს ნაცო. რა მამუკა ხაზარაძე? მე ვარ მამუკა ხაზარაძე? სადაც კი გაიხედავთ, ყველგან ხალხი ამაზე ლაპარაკობს. გაყიდულია ქართული მიწები. ქართულ მიწებს ყიდით თქვენ. ნუ ყიდით ქართულ მიწებს. და ინვესტიციას ეძახით თქვენ საეჭვო ფულს. ქართული მიწების გაყიდვის შედეგად შემოსულ თანხას ეძახით ინვესტიციას. ეს არ არის ინვესტიცია. ეს არის ვაჭრობა საკუთარი ქვეყნის მიწით. თქვენ ყიდით საქართველოს მიწას და საქართველოს წყალს და ნუ იზამთ ამას და ნუ აკეთებთ ამას. რას დაიწყეს საფლავ აკოთებულმა კახა ბენდუკიძემ და ნაძირალა გარყვნილმა სააკაშვილმა და კიდე მაგათმა მამამთავარმა იმ საფლავიდან ამოსაგდებმა ედუარდ შევარდნაძემ, ნუ მისდევთ იმ გზას და ნუ მიყვებით იმ პოლიტიკას. თქვენ ცოტა სხვა
პრეტენზიებით, სხვა დაპირებებით, სხვა წინადადებებით მოხვედით საქართველოს ხელისუფლების სათავეში, მთელი საქართველო გვერდით დაგიდგათ, გაგამარჯვებინათ 2012 წლის 1 ოქტომბერს და ქართულ ხალხს ზურგში დანას ნუ ჩასცემთ. თორემ პროტესტი იქნება ძალიან მძლავრი პროტესტი და თქვენ ამ პროტესტს ვერ გააჩერებთ თქვენ ამ პროტესტს. ქართველი ხალხი იფეთქებს. მე ამ თემაზე მეც აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე აღარ ვაპირებ ეხლა რა ძაღლის ხმა გამოვიდა. ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაზე აწი ლაპარაკს. მე ამით ვამთავრებ თუ საქართველოს მოსახლეობას ეს უნდა და თუ საქართველოს მოსახლეობა ხმას არ იღებს და მამუკა ხაზარაძე და ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს აი ამ არაბიზაციის გეგმას, თუ ეს არის სიმართლე, მაშინ მე მიმიფურთხებია საქართველოსთვის. მიმიფურთხებია მე მაშინ ასეთ საქართველოსთვის. და რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, საპატრიარქო დიდი ხანი არის მიცვალებული. იქ 1-2 პატიოსანი მეუფე და რამდენიმე პატიოსანი მღვდელია დარჩენილი, თორე იქ საპატრიარქო ეხლა იქ დამთავრებულია ეხლა კიტოვანს და შევარდნაძეს რომ დალოცავს და გადასახავს პირჯვარს, იქ გათაებულია რა, რომელ საპატრიარქოზე მელაპარაკებით თქვენ კაცო. რომელ საპატრიარქოზე მელაპარაკებით ეხლა ხო ვიცით არა, რაც ხდებოდა და რაც იყო და როგორც იყო ახლა. ქაშვეთის ტაძრის გუმბათში სნაიპერები აუშვეს და ქაშვეთის ტაძრის ეზოში ზარბაზანი დააყენებინეს და ნუ ახლა მეტი რაღა გითხრათ და იზეიმეს რომ ისაო 92 წლის 6 იანვარს სატანა გამდევნეთ საქართველოსიო და საქართველოდანო და ტაშ-ტაშ ლალები ქონდათ იქა და რომელ საპატრიარქოზე მელაპარაკებით ეხლა. ეგ საქართველოს ეხლა პატიმრების ლოცვაზია, რამდენიმე წესიერი მეუფის და რამდენიმე მათ შორის აუცილებლად მეუფე ეფრემი და მეუფე გიორგი ჯამდელიანი და რამდენიმე პატიოსანი მეუფე იობის, რამდენიმე პატიოსანი მეუფის და რამდენიმე პატიოსანი მღვდლის ლოცვაზია საქართველოს. დანარჩენები რა საპატრიარქო ხალხო, გათავებ ქვეყანა დაღუპულია, თქვენ რას ლაპარაკობთ რა. თქვენ ზვიად გამსახურდიათ, ყველა კი არ მოუκლიათ კაცო. ზვიადი შეეწირა ამ ამბავს, თქვენ როგორ გონიათ? ეგ ამბავი მოდის იქედან. აბა ეხლა ის რო არის ბერბიჭაშვილი მეუფე, სააკაშვილი ფოთში ჩავიდა და მიშა მაგარიაო სიმღერა გაუშვა ეკლესიაში. ეხლა ისა რა ქვია, იმისი მანქანის აკუმულატორების ქურდი. და ხალხი არის მეუფეებად ნაკურთხი, რომლებიც 4ჯერ და 5ჯერ ყაჩაღობაზე არის გასამართლებული. არა, ასე გულაპარაკობთ ეხლა ჩვენ. საქართველოს ეკლესია დღეს დგას დედა ღვთისმშობლის მადლმოსილებაზე, უფლის კვართზე, რამდენიმე პატიოსანი მეუფისა და რამდენიმე პატიოსანი მღვდლის წესიერ ცხოვრებაზე და ლოცვაზე. თორე რომელი რა საპატრიარქო, ისი საპატრიარქო, აღარა დამთავრებულია ქვეყანა, ვეღარ ხვდებით კაცო. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ბატონო ბიძინა მოგმართავთ რომ ეს პოლიტიკური პროსტიტუტები გააჩერეთ, ხალხს ნუ აღიზიანებენ. ხალხს ნუ აღიზიანებენ, ხო და ეხლა ჩემნაირი გიჟები გამოჩდებიან კიდე. მე შეიძლება რაღაცა და რაღაცა მიზესთა გამო კიდე შევიკავო თავი, მაგრამ ჩემზე ნაკლები ხალხი არ ცხოვრობს და ჩემზე ბევრად მაგარი ვაჟკაცები ცხოვრობენ საქართველოში და ეს ხალხი არ გაჩერდება. მე გეუბნებით ქართველებო თქვენ რა. მე გეუბნებით, აი, ჩვენ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს და მე გვიან იქნება თითზე კბენანი. ჩვენ დავკარგავთ საქართველოს და ჩვენ აქედან გავყრიან ძმებო. გავყრიან, მე არ გაშინებ თქვენ. ეს პროცესი დაწყებულია. აქ იმოდენა ფულზია ლაპარაკი, აქ იმხელა თანხებზია ლაპარაკი, 6 მილიარდი კი არა, 60 მილიარდიც გამოჩნდება. 60 მილიარდიც გამოჩნდება, რომელიც ხვალ პაკისტანელების ქალაქის აშენებას დააპირებს. 100 მილიარდიც გამოჩნდება, რომელიც ხვალ ჩინელების ქალაქის მივცეთ ეს მიწები? რას გვეუბნებით თქვენ? აბაშელ ძენაწყენო აბაშოღლო და ქოდუმო მაგდაანიკაშვილო, რას გვეუბნებით, რომ მივცეთ ეს მიწები, მიუგდოთ საყრავად? საყრავად მიუგდოთ და რა ქსენოფობიურ განცხადებებზე ლაპარაკობთ თქვენ ბატონო შალვა? არ აღწვენიათ ამ ხელა კაცკაცო?
5-6 წლის წინ მარშრუტკაში რო მოსულიყავით, შეიძლება ვიღაცას პანჩური ამოერტყა ჩაიგდე ძირს და ამოდენა თანამდებობაზე მოგიყვანეს დახსვეს და ქემაინც ისეთი რაღაცები მაინც ილაპარაკეთ, რომ ხალხი არ გააღეზიანოთ. ესე იგი, ხაზა რაწე და ნაცები აპროტესტებს ამას დღეს? ამას ამბობთ თქვენ? არ აღწვენიათ? ამას ქვია თემის გაბანძება. და ქართველებო თავი არ გაიბანძოთ, გეუბნებით რა. მე არ ვიქნები 100 წელი არც პროტესტის სათავეში და არც არაფერი. მე ჯარისკაცი ვარ და ვიქნები რიგითი ჯარისკაცი, მაგრამ თუ ვინმეს რამე გაქვს ძმაო სათქმელი, თუ ჭეშმარიტი ოპოზიცია არსებობს ამ ქვეყანაში და ვინმე სისხლი უდუღს არხში, გამოდით და თქვით სათქმელი. ახლა მე ოპოზიციაში ამ გათახსირებულ სააკაშვილს და აი მის ნაძირალებს მე არ გულისხმობ, თქვენ კარგად იცით, ესენი არიან დასაჭერები და ეს სააკაშვილი და მთელი მაგისი ხროვა ამათ ათრიეს აქამდე და მოათრიეს აქამდე და თავზე ხელი გადაუსვეს და იყო ერთი ამბავი. იცი რა მაინტერესებს კიდე? კობახიძემ რო თქვა რომ ისაო გახარიაო რატო დანიშნეთო ჟურნალისტი ეკითხება თუ ასეთი ის იყო რა ქვიაო მილიონი კვადრატული მეტრი მიწა ჩააბარაო და ისაო deep state-მა გვიბძანაო კი მაგრამ რო გამოხვიდეთ თქვენ მე 10 წლის მერე და არაბული ქალაქი რატო გახსენითო და ასე უსირცხვილოთ რო გითხრა deep state-მა გვიბძანაო მე რა ვქნა ჩვენ ძმაო მე საწავიდეთ ჩვენ რა ეს არაბები როგორ გავყაროთ იქედან ხო თქვით ეგეთი რაღაცა რომ deep state-მა გვიბძანაო და გახარია დავნიშნეთ პრემიერ-მინისტრად იყო ეგ სიტყვა ნათქვამი ხო? 10 წლის მერე 5 წლის მერე რო გამოხვიდეთ და თქვათ რომ არაბების ის რო დაიწყო საქართველოში ეხლა აი ეს ძალადობრივი ჯგუფები და ბავშვი რო ვერ გაუშვათ ქუჩაში მე 2 შვილი მყავს კაცო მაგ ბავშვების სიცოცხლით ზეს ფიცულობ და მაგათი ლოცვით, მაგათზე ლოცვით იწყება ჩემთვის დილა და ჩემთვის ღამდება მაგათზე ლოცვით და მე ჩემი შვილები, ჩემი გოგონა და ჩემი ბიჭი ქუჩაში თუ ვერ გაუსვლი, წირსაც წაუღია ეგეთი ქვეყანა, მე რა თმინდა ეგეთი საქართველო კაცო. მე საქართველო მიყვარს ჩემი ქართველი ხალხით, ჩემი ძვირფასი იმერლებით, ჩემი ძვირფასი მეგრელებით, ჩემი ძვირფასი კახელებით, შვანებით, აჭარლებით და ყველანი ერთი ვართ, ჩვენ ერთი სისხლი ვართ რა. ერთ სისხლი და ერთ ხორცი. მე არ მინდა ძმაო, არ მინდა უცხოელი აქ რა. სტუმარი კი ბატონო, ებრაული ანდაზაა. ერთი შესანიშნავი. 3 დღის შემდეგო თევზიც და სტუმარიც ყარსო რა. ებრაული ანდაზაა. 3 დღის შემდეგო თევზიც და სტუმარიც ყარსო. ქართულია უფრო უკეთესად ნათქვამი, სტუმარო დილით ოქროხარ, შვადრისას ვერცხლად იქცევი, ცოტა თუ შეგაგვიან და ბრინჯაოდ გადაიქცევიო და სტუმარი არის სტუმარი. მოვიდეს ბატონო სტუმრად დაათვალიეროს საქართველო, ნახოს ჩვენი სიწმინდეები, ნახოს ჩვენი კულტურა, ნახოს ჩვენი ბუნება. მაგრამ მე წავიდეს, არ მინდა რა აქ რა არაბული ქალაქები, არ მინდა ჩინური ქალაქები, არ მინდა. მე არ ვიცი, აი გაუგებრად ვლაპარაკობ. შემიძლია ცოტა მაღალ რეგისტრში ვილაპარაკო, რაღაცა გაურკვეველი სიტყვები ვაბრახუნო ახლა რა და რაღაცეებს ახლა რო გამოდიან ეს ტუტუცები რა, ვითომ რაღაცეები რო წაუგითხავთ რა. ხო და აი ამიტომ გეუბნებით რომ ნუ რაღაცნაირად აი მე გთხოვთ, აი გეხვეწებით, გემუდარებით რა. დიტო ჩუბინიძე ვარ, ერთი ქართველი პუბლიცისტი, პროფესორი, გთხოვთ 2 შვილის მამა, ქართველი, ქრისტიანი, მართლმადიდებელი, იმერელი კაცი. გთხოვთ რომ აქ კარგი ამბავი არ მოხდება. კარგი ამბავი აქ არ მოხდება და მე გვიან იქნება თითზე კბელანი. მეტი რა გავაკეთო? და აი ეს 2 პოლიტიკური პროსტიტუტი ეს რძენაწყენი აბაშოღლი და ეს ქოდომო მაგდა ანიკაშვილი. მე კარგად მახსოვს ეს ქოდომო მაგდა ანიკაშვილი უმუშევარი რო იყო ქართულ ეცნებას 7 ბრუნვაში რუატრიალებდა და როგორც ყმუტუნებდა და როგორ ყმუოდა. და მე მიათრიეს იმედზე და ახლა გადაიქცა იმათ რა ქვია. კროშკად. ხო. კარგად მახსოვს ეგ, მაგის ყმუტუნი და მაგის ყმუილი მახსოვს უმუშევარად რო იყო. და ეხლა გახდა ისა რა ქვია, რახათ ლუხუმი. და ახლა იმაზე აღარ ვლაპარაკობ, კაცო, ის ხო ხელიდან წასულია ის აბაშოღლი რა. ის ხო ხელიდან წასულია საერთოდ, ესე იგი მარგველაშვილის საწმერთული და ეხლა გადაიქცა იმათ რა ქვია, ქართული ოცნების საწმერთულად რა. და ამათ რო ფეხი გადაუბრუნდეთ,
მერე გახდება მიშასაწმერთული და ესე ცხოვრობს ხალხი რა და გავიდა ეს ცხოვრება და საქართველოს დაპატარავდა. აი ამ ხელა საქართველოს გახდა ამ ხელა. და ეს ხალხი აკეთებს ფულს ამაში. ფულს აკეთებს. ხან იქეთ მიეთრევიან, ხან აქეთ გადმოეთრევიან, მერე იქეთ წაეთრევიან, მერე იქით გადაეთრევიან და ფულს ღებულობენ ამაში და ამაშიც დიდი ფულია გადახდილი რა. ამ მშენებლობებში თქვენ ხო არ გონიათ ახლა ამაშიც დიდი ფულია გადახდილი. და არაბული სოფლებიო სად არისო რა ესო ქსენოფობია ისა რა ქვია ქვათახებთან და წინარეხთან და იყიდება სოფელი ქვემოჭალა და თელი ამბებია კაცო თქვენ რას ლაპარაკობთ და სტატისტიკა არსებობს მეგობრებო შემოსევა პირდაპირ გეუბნებით რა ხა მეტი ახლა ქუჩაში არ გადიხართ არ იხედებით ქუჩაში ამიტომ დაანებეთ თავი ამ თემების გაბანძებას და ხალხს ნუ ატყუებთ თქვენ ნუ ატყუებთ თქვენ ხალხს რა ხალხს ნუ ატყუებთ რომ აი თითქოს ემარის და იგლი ჰილსის წინააღმდეგი არის მამუკა ხაზარაძე და ისა რა ქვია ბადრი ჯაფარიძე ბოდიში და სულ ფეხებზე არ კიდიათ მაგათ ეგენი მილიარდერები არიან კაცოდაც ნაყიდი აქვთ პარიზშიც და ამერიკაშიც და რავის ჯანდაბაში არა წავლენ ახლა კაცი რო იმას ლაშა ბუღაძეს პრემიას მისცემს და იმას რა ქვია ის სულელი რო არის კიდე იქ ავატყოფი თავის დედაზე რო იწევს ის ზაზაბურჭულაძეს ეხლა იმას ის რას აპროტესტებს საქართველოს ვის ატყუებთ თქვენ მამუკა ხაზარაძე თუ არ გინდოდა თქვენ და მამუკა ხაზარაძე თუ ნაძირალა არის და რაღაცა და მართლა რო ნაძირალა არის სასამართლოს კი არ მოაგებინებდით თქვენზე რო წაგვაგებინეთ სასამართლო ასავალ-დასავალს მაგასთან მაგრამ მე არ მინდა დღეს ასავალ-დასავალის სახელით ვილაპარაკო მე ვლაპარაკობ როგორც დიტო ჩუბინიძე ერთი კაცი всё მორჩა მაშინ კაი იყო მამუკა ხაზარაძე პროცესი რომ მოაგებინეთ და ისა თავზე ხელი გადაუცვით და ეხლა აღარ მოგწონთ კაცო ეხლა არ მოგწონთ ვერ გავიგე აი ეგ არის რა უბრალოდ ეხლა ამოვიდა ყელში რა მართლა რა სირცხვილია რა სამარცხვინო სიტუაცია ახლა ეს გოგო გამოდის ეს ანიკაშვილი ეს პოლიტიკური პროსტიტუტი და გაიძახის ეს ქუდუმუ და ეგ გამოდის ეხლა და ქართველი ხალხის ხმად გამოაცხადეს ეხლა ესა მე ფუტკარაძეს არ ვეხები კაცო ახლა იმას თავის გაჭირვება ეყოფა და ის სხვათა შორის ყველაზე ნიჭიერი კაცი არის იქ მაგრამ ნუ რა ვიცი ბიჭო გვარი გაქვს კაი გვარი გაქვს შენ და გაუფრთხილდი ბიძია მაგვარს რა გაუფრთხილდი მაგვარს სერცხველია რა ელემენტარულად რა აჭარული გვარი არის ეგა და აჭარედან ქრისტიანობა აჭარიდან შემოვიდა საქართველოს აჭარელი კაცი ხარ რას კადრულობ რა რას აპრავებ ვერ გავიგე რა და იმ გურამ მაჭარაშვილსაც მიუმართავ რა იმერელი კაცი ხარ საჩხერელი კაცი ხარ რას კადრულობ რას იძახი შენა და ეს არ არის საფრთხე და ქართველი ხალხი არაფერ შუაში არ არის და ისა მამუკა ხაზარაძე და ისა პროტესტებს მაგას ნაცები სამარცხვინოა ეს ყველაფერი რა ეს არის სამარცხვინო და მე არ ვიცი რა აი მე ძალიან გულგატეხილი ვარ რა პირდაპირ გეუბნებით რომ მე ვარ ძალიან გულგატეხილი პირდაპირ გეუბნებით მე ძალიან გულგატეხილი ვარ რა და მერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო აი თქვენ თუ მელას და მწევრების არ იყოს სულხან-საბა არ იყოს მე თუ აი მე ხო ჩემი დამემართა მაგრამ თქვენ თუ მაგ საქმით სოფელს ააშენებთ როგორც იმ მულტფილმშია კი ბატონო მერთმა ხელი მოგიმართოს რა მაგრამ მე მეეჭვება ძალიან ცუდად დასრულდება ეგ ამბავი და მე გეუბნები თქვენ ბატონო ბიძინა რომ თქვენ ბევრი სიკეთეები გაქვთ გაკეთებული და თქვენს ავტორიტეტს გაუფრთხილდით ნუ გადააყოლებთ ამას რა გეუბნებით რა არის იმიტომ რომ ეს არის კრიტიკული წერტილი აგერ არის უნიჭიერესი კაცია პროფესორი არის დემოგრაფი არის ანზორ თოთაძე და ჩაიხედეთ იმის სიგნებში და იმის კოლევებში და ნახეთ რა დემოგრაფიული სურათი გვაქვს დაღუპულია ქვეყანა რა 1.300.000-მდე ქართველი ცხოვრობს საქართველოში მეტი აღარავინ დავჭით და რა არაბულ ქალაქებს აშენებთ თქვენ გიჟები ხო არა ხართ ხალხო აი ეგ მინდოდა მეთქვა მე რა ღმერთმა სიკეთე მოგცეთ კი ბატონო მე მეტი ამ თემაზე მე თქვენ აღარ შეგაწუხებთ აგერ არის აბურთი და ამოედანი აგერ ნახავთ აგერ რა აი რაც მოხდება მე დაინახავთ თქვენ და მე ვინმე ხმარა მოიღოს და მე ვინმე მყმუილი და წკმუტონი არ დაიწყოს აქ რო
მე დაახლოებით გძნობ აქ რაც მოხდება რა. აგერ გუშინ წინ ვიყავი დიღმის მასივში. იქეთ აი ავადმყოფოებისკენ რა. ესე რამდენი შენობა და რამდენი სადარბაზოა, იმდენი 1000 არაბი გამორბოდა თითო სადარბაზოდან. საიდან შემოიყვანეთ, საიდან შემოათასლეთ ამდენი ხალხი საქართველოში? რა ფულები გაქვთ აღებული ხო წარმომიდგენია მე? მე ქართველები კი არ მეწოდება, მე საქართველო მეწოდება, თორე ჩვენ ღირსი ვართ. ჩვენ ღირსი ვართ ამისთვის რაც ხდება. ჩვენ ღირსი ვართ. აბა ჩვენ სინდიში ჩავიხედოთ თუ არა ვართ ღირსი. არა ვართ ღირსი, მე საქართველო მეწოდება. საქართველო მეწოდება, თორე ჩვენ ღირსები ვართ. ჩვენ ვართ ღირსები. რაზეა ლაპარაკი? ჩვენ ვართ ღირსი. ისეთ ღვთისმიერ კაცს, როგორიც ვიადი იყო, ტყვიას რო ესვრის ერი და არ დაიცავს და შევარდნაძეს რო გადაფურთხებულს აულოკავს და სააკაშვილს ამ ავადმყოფს რომ პრეზიდენტად აირჩევს მიშას ბღავილით, ის ღირსია ყველაფრის ღირსია. მე ეს ქვეყანა მეწოდება, ჩვენი უბედური საქართველო თორე ჩვენ არა ვართ საწოდავი ხალხი რა. არა ვართ შესაბრალისები და კიდე ღმერთი ჩვენ რატო გვინდობს? ღმერთს ალბათ ძალიან უყვარვართ, ჩვენ და დედაღვთისმშობელს უყვარვართ, თორე ჩვენ არა ვართ შესაბრალისი ხალხი გეუბნებით რა, პირდაპირ გეუბნებით. არა ვართ შესაბრალისი ხალხი რა. იცოცხლეთ და იხარით ქრისტეში და ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და მე მაინც მინდა რომ ბატონ ბიძინას აი ჭკვიანი კაცი არის რა, ამას ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ვამბობ, რომ დანის პირზე ატარებს ქვეყანას და აი ეს არის კრიტიკული წერტილი ბატონო ბიძინა, რომელმაც შეიძლება თქვენი გაკეთებული სიკეთეები აი ესე საქართველოს ისტორიაში წაშალოს და აი ღმერთმა არ მინდა კიდე ის სიტყვები რო თქვა, რომ რა სიტყვებითაც შეიძლება თქვენ რა ეპითეტებით შეიძლება შეხვიდეთ საქართველოს ისტორიაში. ამიტომ კარგად დაწონეთ ეს სიტუაცია რა. თორე აქ ისეთი ამბავი ატყდება, დედაშვილს ვერ აიყვანს ხელში რა. აი ეგ იქნება. მე გეუბნებით, არც იერემია წინასწარმეტყველი ვარ და არც გაბრიელ ბელი, სალოსი რა. მე ვგრძნობ ამას. და არც ისა ვარ ახლა რა ქვია ის რომელია ის კალი რა ქვია თეადარჩია ტანით ვგრძნობო და ახლა ეგრე რო ვილაპარაკო რა. ისე ქალბატონო თეა იგძენით თქვენ ტანით. როგორაა ახლა 4 ოქტომბერს იგძენით რაიმე გადატრიალების მოწყობა რო გინდოდათ. იცოცხლეთ და იხარეთ ქრისტეში. კარგად იყავით სულ.